დღეს ისეთ ნამცხვარს მოვამზადებთ, ყველა დარდის რეაბილიტაციას რომ მოახდენს. 14 ადამიანი მყავდა სტუმრად. ბავშვებით. იმის მერე რეაბილიტაციას გავდივარ. რეაბილიტაცია ძალიან რთულად მიმდინარეობს, იმიტომ რომ თურმე ახალი წლის მერე ოჯახს ისევ ჭირდება კვება. მე არც ვაციე, არც ვაცხელე, სადილიც მოვამზადე და ახლა დესერტის დროა. ხვიერი ნამცხვარი მოვამზადოთ კენგრით. ქულს გადავურიოთ შაქარი, ვანილი, გამოფხვიერებელი, კვერცხის გულები, არაჟანი და ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი. ინგრედიენტები კარგად გადავურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ელასტიური ცომი, რომლის ნახევარს მაცივარში შევინახავთ, ხოლო მეორე ნახევარს ცოტა ხნით საყინულეში. მაცივარში შენახული გავაბტყელოთ 1 საათის შემდეგ. სტრესული დღიდან შემორჩენილი კენკრის соуსი. რეცეპტს აღწერილობაში დაგიტოვებთ. დააკვდება ამ ნამცხვარს. ხოლო მეორე საყინულეში შენახული ნაწილი კი დავახეხოთ კენკრის ზედაპირს და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე მზაობამდე. დაახლოებით ნახევარი საათით. ცხელს მოვაყაროთ ჩაქრის პუდრი. ნეტავ სურნელის გადმოცემა შემეძლოს, ეს რას საოცრებაა. ყველაზე გემრიელი ფხვიერი ნამცხვარია, რაც კი ოდესმე მომემზადებია. მე